თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. დღეს ოთხშაბათია პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი, რაც ნიშნავს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა, რომელიც მიწის ნაკვეთები არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, რეგისტრაციის წესი და პირობები. კანონი შეკითხვებს საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბოხაშვილი პასუხობს. მსმენელს კი შევახსენებ ტელეფონის ნომრებს 292 11 88 292 11 99 და Facebook-ის გვერდი კანონი რადიო იმედი. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და დაუსვათ შეკითხვები ჩვენს სტუმარს. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? მოგესალმებით ბატონ ვახტანგ, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოდით პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი, მე გადაცემის დასაწყისშიც დავსვი ეს შეკითხვა, რას ნიშნავს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა? მოდით განუმარტოთ ადამიანებს, ზოგადად ჩვენ დღევანდელი გადაცემა რა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზეა საუბარი და არა დაუშვათ ყველანაირ ფართობზე, ანუ რა შეზღუდვებია, რას ნიშნავს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი? მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მენელს. კანონმდებლობით ერთმანეთისგან გამიჯნულია მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი, იგივე მოსარგებლე. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ითვლება პირი, რომელიც უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ან აქვს საკუთრების დამდგენი დოკუმენტი. ეს შეიძლება იყოს საკუთრების მოწმობა, ხელშეკრულება, მიღება ჩაბარების აქტი. რაც შეეხება მართლზომიერ მფლობელს. მართლზომიერი მფლობელი არის პირი, რომელსაც აქვს მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტი შეიძლება იყოს საკომლო წიგნის ჩანაწერი. მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა პერიოდში იყო კოლმეურნეობები, შემდგომში მოხდა ამ კოლმეურნეობების გაუქმება და უკვე 92 წელს დაიწყო ასე ვთქვათ მიწის რეფორმა და ეს რეფორმა ითვალისწინებდა ოჯახებზე, კომლებზე მიწის ნაკვეთების განაწილებას. მთელ რიგ შემთხვევაში იქნა გამოყენებული საბჭოთა დროინდელი საკომლო წიგნების ჩანაწერები და სხვადასხვა რაიონების მიხედვით განსაზღვრა რომელ ოჯახს, რომელ რაიონში რამდენი მიწის ნაკვეთი ერგებოდა. სხვადასხვა ფართობები იყო, ჩვეულებრივ როგორც წესი ეს იყო 1.25 ჰექტარი ოჯახზე და მაქსიმუმ მაღალმთიან რაიონებში 5 ჰექტარი. შემდგომში მოხდა მიღება ჩაბარების აქტების გაცემა, მაგრამ მიწის რეფორმა ჩატარდა ხარვეზებით და მთელ რიგ რაიონებში რეფორმა არ დასრულებულა მიღება ჩაბარების აქტის გაცემით. ამიტომ დარჩა საკომლო წიგნის ჩანაწერები და იმ პირებს, რომლებიც არიან საკომლო წიგნში მოხსენიებული, ან მათ მემკვიდრეებს, თუ ყველა გარდაცვლილი ამ საკომლო წიგნში მითითებული ყველა პირი ითვლებიან მართლზომიერ მფლობელებად. დიახ, მსმენელია და მოდით შემდეგ უკვე განვაგრძოთ საუბარი, რომ დიდხანს არ გველოდოს, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობათ. მოგესალმებით. როგორც ვთქვი, შეიძლება პირდაპირ ჩემი კითხვა არ ეხებოდეს, ახლა რაც ბატონი მაგნიშნა, მაგრამ მე მაქვს შეკითხვა ესეთი აგარაკებთან დაკავშირებით. მე ბაღეობა რომ იყო. ანალოგიური პრობლემა მაქვს მეც, ანუ არანაირი ეს მიღება ჩაბარების აქტის ფურცელი დაკარგული მაქვს და არქივში არსად არ იძებნება მიღება ჩაბარების აქტი. ანუ მაქვს სახლი, მაქვს ნაკვეთი, ფლობ წლებია უკვე 90-იან წლებიდან, მაგრამ როცა დამჭირდა მაგის რეგისტრაცია, ვერანაირად ვერ ვარეგისტრირებ, ვერანაირად ვერ პოულობ რომელიმე საბუთს, რამე დამადასტურებელ საბუთს, რომ მოვახდინო ჩემი ქონების რეგისტრაცია. ეს ორგანიზაცია უკვე გაუქმებულია, ანუ ყველანაირი შეკითხვა მქონდა საჯარო რეესტრთანაც, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც შეიძლება რამენად ყოფილიყო რამე ცნობა, არსად არაფერი არ მოიძებნა, ვარ ხაერში გამოკიდული და ვერაფრით ვერ ვამტკიცებ, რომ ეს აგარაკი არის ჩემი და ვერ ვახდენ მის დაკანონება. ბატონი ვახტანგი გეკითხებათ მებაღის წიგნთან დაკავშირებით? არა, მაქვს აი საბუთები, რაც მქონდა ხელზე, რაც შეშულა კონტრაქტზე, სამწუხაროდ ყველაფერი დაკარგული მაქვს, ერთად დავკარგე. მაქვს მხოლოდ ქსეროასლი, ჩვეულებრივი მიღება ჩაბარების აქტის ქსეროასლი, ნოტარულად დაუმოწმებელია, ჩვეულებრივი ქსეროასლი. აი მარტო ეგა მაქვს, მეტი ვერაფერი სხვა ვერ მოვძებნა, ეგეც შემთხვევით აღმოვაჩინეთ. ტერიტორია სად არისო, გეკითხებათ ბატონო? ხეთის რაიონში. ხეთის რაიონი.
კი ბატონო, კიდევ ხარ გვაინტერესებს რამე დამატებით მსმენელისგან. დიდი მადლობა რომ დარეკეთ, აუცილებლად შევეცდებით რომ გიპასუხოთ. ჩვენი გადაცემის თემა მსმენელმაც თქვა არ არის ეს, მაგრამ ჩვენი თემა არის ეს ზუსტად ახლა მეორე დოკუმენტი, რომელზეც უნდა მესაუბრა, ეს არის მებაღის წიგნაკი, რომელიც არის ასევე მარლზომიერი მფლობელობის გამდენი დოკუმენტი. მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა პერიოდში არსებობდა ასე ვთქვათ მებაღეობები და მებაღეობის წევრებს მიეცემოდათ მიწისნაკვეთები არაუმეტეს 600 კვადრატული მეტრისა და როგორც წესი ეს მიწისნაკვეთები ნაწილდებოდა ინდივიდუალური სახლების მშენებლობის მიზნით. შესაძლებელია რეგისტრაციის საფუძველი იყოს მებაღის წიგნაკი თავად, ან თუ ეს მებაღის წიგნაკი არ არის, მაშინ მებაღის წევრთა სია თავისი განაწილების გეგმით, მთელ რიგ შემთხვევაში არსებობს ტერიტორიის გეგმა და ამ გეგმაზე არის დატანილი მესაკუთრეების სახელი, გვარი, ან სახლის პროექტი, იმიტომ რომ სახლის პროექტებზეც ეწერა მესაკუთრე, ვის უნდა ეშენებინა ეს სახლი. ეს ადამიანი ამბობს, რომ იყო საჯარო რეესტრში, გაიარა ყველა პროცედურა და როგორც თავად ამბობს, ჰაერშია გამოკიდებული ქონება, იმიტომ რომ ვერ ხდება ვერაფრის დადგენა. ეს დოკუმენტები, რაზეც თქვენ საუბრობთ, ხომ მიაწვდნენ ამის შესახებ ინფორმაციას ბუნებრივია. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი და ეს გამოსავალი ჩვენი მსმენელის შემთხვევაში არის მარტივი. მე მოუწოდებ რომ კიდევ ერთხელ მოგმართოს. ჩვენ გამოვითხოვთ დოკუმენტაცია ცენტრალური არქივიდანაც. თუ ცენტრალურ არქივში არ აღმოჩნდება დოკუმენტი, მაშინ მთელ ამ დოკუმენტაციას, ანუ თუ ვერ მოვიძიეთ დოკუმენტაცია, გადაუგზავნით აღიარების კომისიას და როგორც მენელმა აღნიშნა, ამ მიწისნაკვეთზე მას აქვს განთავსებული საცხოვრებელი სახლი. 90-იან წლებიდან. უკვე 90-იან წლებიდან. მიმდინარე კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ თუ სახლი დგას 2007 წლამდე, აღიარების კომისიას უფლება არა, ვალდებულება აქვს გააკეთოს აღიარება. ანუ თუ მოხდება ისე, რომ საბოლოო ჯამში საჯარო რეესტრიც ვერ იპოვის დოკუმენტს ამ მიწისნაკვეთზე, ეს გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიას, რომელიც კანონის თანახმად ვალდებულია 10 დღის ვადაში განიხილოს საკითხი და როგორც მე საქმის შემადგენლობიდან გავიგე, გამომდინარე იქიდან რომ მიწისნაკვეთზე განთავსებულია სახლი, აღიარების კომისია ალბათობის მაღალი ხარისხით გამოიტანს დადებით გადაწყვეტილებას, მასზე გაიცემა საკუთრების მოწმობა, იმიტომ რომ თუ მიწისნაკვეთზე დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ, მაშინ უკვე გამოდის რომ ნაკვეთი არის დაკავებული თვითნებურად. და თვითნებურად დაკავებულ მიწისნაკვეთებს განიხილავს აღიარების კომისია და უკვე მისი გადაწყვეტილების საფუძველზე ის უნდა მიმართოს ბატონო ვახტანგ, იმიტომ რომ მან რატო გეკითხებით, იცით ეს ადამიანი ფაქტია რომ დადიოდა საჯარო რეესტრში, ფაქტია რომ გადიოდა კონსულტაციებს და ფაქტი არის რომ ჩვენ გვირეკავს დღეს და დაუშვათ ვერ აღმოუჩინეს დახმარება. ადამიანი რომელიც მას აღმოუჩენს დახმარებას და არ გაივლის ისევ დაუშვათ კონსულტაციას ოპერატორთან, შემდეგ ოპერატორი გადა როგორც ხდება, როგორც წესი, ყველას თავისი ფუნქცია აქვს. 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებს სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციის ახალ წესს და მთლიანად ცვლის საჯარო რეესტრის საქმიანობის სტილს და პრაქტიკას. საჯარო რეესტრის თითეული რეგისტრატორი ხდება მოქალაქის ადვოკატი, მისი მხარდამჭერი მთელი რეგისტრაციის პროცესში და რეგისტრატორის მიზანი ხდება დაარეგისტრიროს მიწისნაკვეთი. თუ დოკუმენტა პირველ რიგში, როდესაც შემოდის მოქალაქე განცხადებით, ადრე როგორ ხდებოდა ახალი კანონის მიღებამდე, რეგისტრატორი ამბობდა რომ დოკუმენტი არის არასაკმარისი და გთხოვ წარმოადგინოთ სხვა დოკუმენტი. დღეს ეს მიდგომა შეიცვალა და რეგისტრატორი თავად ითხოვს დოკუმენტაცია სხვადასხვა უწყებებიდან თავისი ინიციატივით, აგროვებს ამ დოკუმენტაციას და თუ ვერ მოიძია ვერანაირი ინფორმაცია, შემდგომში აგზავნის ამ დოკუმენტაციას აღიარების კომისიაში. ანუ ამ შემთხვევაში მოქალაქემ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრს, სადაც შესაძლებელია საჯარო რეესტრის მომსახურების მიღება, ჩააბაროს აზომვითი ნახაზი მის დაინტერესებაში არსებულ მიწისნაკვეთზე, განცხადება და თუნდაც დოკუმენტაცია არ ქონდეს, საჯარო რეესტრი დაეხმარება ამ დოკუმენტაციის მოძიებაში და თუ ვერ იქნება მოძიებული, თავად საჯარო რეესტრი გადააგზავნის ამ დოკუმენტაციას აღიარების კომისიაში. 1 აგვისტომდე ქონდა მიმართული ჩვენს მსმენელს. ალბათ კი, იმიტომ რომ წინამდელ შემთხვევაში უკვე გადაგზავნილი იქნებოდა აღიარების კომისიაში და როგორც საქმის გარემოებებიდან გავიგე, დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს აქ აღიარების კომისიამ, რახან სახლი არის განთავსებული.
თქვენ ახსენეთ რომ ადვოკატი ხდება იქ რეგისტრატორი მოქალაქის. რატომ გახდა ამის საჭიროება? იმიტომ რომ გვაქვს მძიმე წარსული ამ შემთხვევაში მიწებთან დაკავშირებით, საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით იგივე ჩანაწერები ამბობს რომ არსებობდა დაიკარგა, არსებობდა დაუშვათ არ ემთხვევა რაღაც მონაცემები და მთელი რიგი პრობლემები. რამდენად საგანგაშოა, შეიძლება საგანგაშო არ იყოს, მაგრამ რამდენად რთული მდგომარეობაა მიწის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში. რატომ გახდა აუცილებელი რომ საჯარო რეესტრის თანამშრომელი ხდება მოქალაქის ადვოკატი? აუცილებლობა პირველ რიგში განაპირობა იმან, რომ საქართველოში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 30%-ია რეგისტრირებული. ეს არის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი სხვა ქვეყნების მაგალითზე, არის მთელი რიგი მოწინავე ქვეყნები, რომლებსაც აქვთ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების 100% სრულად და ცნობილია, სად ვისი მიწის ნაკვეთი მდებარეობს. ამ კუთხით საქართველოს ჩამორჩება ბევრ ქვეყანას და მთელ რიგ შემთხვევაში ეს დაბალი მაჩვენებელი რეგისტრაციის ჯამური მონაცემის გამოწვეულია როგორც ადრე არსებული ბიუროკრატიული ბარიერებით, ასევე კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნებით. მთელ რიგ ხარჯებთან იყო დაკავშირებული ასევე უფლების რეგისტრაცია და ალბათ ამიტომაც მოქალაქეები თავს იკავებდნენ რომ მოემართათ საჯარო რეესტრისთვის. ამ ეტაპზე ახალი კანონის მიღებით მოხდა ბარიერების მოხსნა. მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ის მინიმალური რეკვიზიტები, რაც უნდა კონდეს დოკუმენტს. მაგალითად, თუ ადრე მიღება-ჩაბარების აქტი უნდა ყოფილიყო სრულყოფილი, დღეს არის დატოვებული მხოლოდ ძირითადი მოთხოვნები, რაც უნდა კონდეს მიღება-ჩაბარების აქტს. მაგალითად, მაგალითისთვის გეტყვით, ვერ რეგისტრირდებოდა საკუთრება ისეთი მიღება-ჩაბარების აქტით, სადაც სრულად არ ეწერა გაცემის წელი, თვე და რიცხვი. დღეს მხოლოდ წელი საკმარისია. და რამდენიმე ათასობით მიღება-ჩაბარების აქტია გაცემული ისე რომ ზუსტი თარიღი ამ აქტში არ იყო მითითებული. ანუ თუ წერია მხოლოდ წელი, დღეს უკვე საკმარისია. ანუ მოქალაქე არ ზარალდება იმის გამო რომ ვიღაცამ კონკრეტულად რამდენიმე წლის წინ არ შეასრულა კანონით დადგენილი მოვალეობა და არ ჩაწერა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გამოდის, თქვათ იგივე მიწის რეფორმა რაც ჩატარდა 90-იან წლებში, ეს იყო სახელმწიფოს მოქმედება და თუ ეს მოქმედება შეიცავდა ხარვეზებს, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ნიშანდობლივია ის რომ ეს ახალი კანონი, ამ ახალი კანონის ინიციატორი იყო მთავრობა და პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა სამივე მოსმენაზე ეს ახალი კანონი, ასე რომ ჩვენი საკანონმდებლო ორგანოც იყო ერთსულოვანი ამ კანონის მიღებისას. ასევე მნიშვნელოვანია ის რომ რეგისტრაციის პროცესი გახდა უფასო. ანუ მოქალაქეს არ უწევს არც სასოფლო და არც არასასოფლო მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციისას საფასურის გადახდა. ის დოკუმენტი, რომელიც მოქალაქეს აკლია, საჯარო რეესტრი თავად ითხოვს შედარებისთვის ეროვნული არქივიდან კომბლის შესახებ 20 წლიანი პერიოდი ცნობა, ღირდა 84 ლარი. დღეს თუ მოქალაქეს არ აქვს ეს ცნობა მოტანილი, საჯარო რეესტრი თავად გამოითხოვს და მოქალაქისთვის ეს მომსახურება არის უფასო და ბუნებრივია შეღავათია. თქვათ თუ საჭიროა ინფორმაციის მოძიება მუნიციპალიტეტიდან ან შემოსავლების სამსახურიდან, ასევე ამასაც საჯარო რეესტრი თავად მოიწიებს მოქალაქისთვის. ეს როდემდე არის ეს პერიოდი თუ იქიდან გამომდინარე რომ ეს კანონი არის ხსნის მთელ რიგ ბარიერებს და ამარტივებს მოქალაქისთვის რეგისტრაციის პროცედურას, ასე ვთქვათ, და არის წამახალისებელი ხასიათის. ნებისმიერ ასეთი წამახალისებელი ხასიათის კანონს როგორც წესი აქვს მოქმედების ვადა შეზღუდული. იმიტომ რომ მოქალაქე იყოს მოტივირებული, რაც შეიძლება მალე გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ამიტომ ამ კანონის მოქმედების ვადა 2 წლიანია. ჩვენ ამ ეტაპზე უყურებთ რომ კანონი მოქმედებს საკმაოდ კარგად და უკვე დაახლოებით 28,000 საკუთრების უფლება წარმატებით დარეგისტრირდა დღევანდელი მონაცემებით და 2 წლის თავზე თუ ამ სახელმწიფო პროექტმა გაამართლა და
ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი რომ გაამართლებს 2 წლის თავზეც და გვექნება ბევრი რეგისტრირებული უფლება ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც ეს უბრალოდ დამოკიდებული იქნება თქვა პარლამენტის მთავრობის გადაწყვეტილებაზე და მოსახლეობის აქტივობაზე კი და მოსახლეობის აქტივობაზე აუცილებლად უნდა გითხოთ მიტაცებული მიწის ნაკვეთებს ეგრეთ წოდებული მიტაცებული მიწის ნაკვეთები რომელიც გვინახავს რომ ამბობენ რომ ჩემია უბრალოდ იყო აუთვისებელი მიწის ნაკვეთი 90-იან წლებში ადამიანმა გადაწყვიტა რომ ეს არის მისი არც არსებობს ეს ჩანაწერები რაზეც თქვენ საუბრობთ სასოფლო სამეურნეობო მებაღეობის სიგნალი იქნება თუ კომლის ჩანაწერი იქნება თუ რა არაფერი ჩანაწერი არ არსებობს უბრალოდ მან გადაწყვიტა რომ მისი იყო ეს მიწა ხო არსებობს ესეთი ფაქტები ალბათ დამეთანხმებით ამ შემთხვევაში რა ხდება მათ თან დაკავშირებითაც იგივე მიდგომა აქვს სახელმწიფოს ამ შემთხვევაში მიტაცებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით სიახლე რაც არის კანონში არის ის რომ თუ საჯარო რეესტრი აი გამოიყენებს ყველა საშუალებას და ვერ მოიძიებს მაინც დოკუმენტს ამ მიწის ნაკვეთზე ამასალებს უგზავნის აღიარების კომისიას და აღიარების კომისია თუ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას მოქალაქისთვის ეს მომსახურება არის უფასო. ანუ თუ შევადარებთ მანამდე არსებულ რეგულაციას, როდესაც პირი მიმართავდა მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიას, იქ თითოეულ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე იყო გადასახდელი კონკრეტული საზღაური და მთელ რიგ შემთხვევაში ეს შესაძლებელია ყოფილიყო რამდენიმე 1000 ლარიც. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ თუ საჯარო რეესტრი გადააგზავნოს დოკუმენტაციას აღიარების კომისიაში და კომისია მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას და უკვე ამის არაერთი შემთხვევაა მოქალაქისთვის ეს აღიარების პროცედურა არის სრულიად უფასო უსასყიდლო ამისთვის მოქალაქე თანხას არ იხდის. ძალიან დიდი მადლობა რეკლამა და რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში მსმენელს კი შევახსენებ ჩვენ ტელეფონის ნომრს 292 11 88 292 ჩვენ დღევანდელი სტუმარია საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბოხაშვილი. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? ბრუნდებით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენ დღევანდელი სტუმარია საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბოხაშვილი საუბრობთ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით და კონკრეტულად რომელი მიწა ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას ქვეყანაში. მსმენელს კი შევახსენებ რომ ტელეფონის ნომერია 292 11 88 292 11 99 და რეკეთ ტელეფონის ნომრებზე დასვით შეკითხვა ან მოგწერთ Facebook-ის გვერდზე კანონი რადიო იმედი. ბატონ ვახტანგ ჩვენ გარკვეულწილად ყველა თემას თითქმის შევეხეთ რაც საკუთრების უფლების აღიარებასთან არის დაკავშირებული, თუმცა მოდით ვისაუბროთ გამონაკლის შემთხვევებზე. რა შემთხვევაში არ ხდება საკუთრების უფლების აღიარება, რომელი მიწაა, რომელიც არ ექვემდებარება აღნიშნულს? ნუ არის მთელი რიგი კატეგორია მიწის ნაკვეთებისა, რომელთა აღიარება კანონით არის აკრძალული და ეს არის ასე ვთქვათ განსაკუთრებული დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც კანონმდებელმა მიანიჭა განსაკუთრებული სტატუსი. მაგალითისთვის ვთქვათ ვიტყვი რომ ეს არის პირუტყვის გადასარეკი ტრასა, სასაფლაოს ტერიტორია, ისტორიის და კულტურის მემკვიდრეობის მიწის ნაკვეთები, წყალდაცვითი ზოლები, ვთქვათ მდინარის ნაპირი, თითოეულ მდინარეს აქვს თავისი წყალდაცვითი ტერიტორია. ეს არის სპეციალური დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მაგალითად სასაზღვრო ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთები. ეს არის ისეთი კატეგორიის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც საკუთრების უფლების აღიარებას ვერ გააკეთებს ვერც საჯარო რეესტრი და ვერც მუნიციპალიტეტი. გასაგებია მსმენელია პირდაპირ ეთერში, მოდით მივცეთ საშუალება რომ დასვას შეკითხვა, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. ანუ მაინტერესებს მე რა, მოხდა აზომვითი ნახაზი სხვადასხვა ადგილზე მაქვს ის რა ქვიან ტერიტორია და ნახაზი ჩავაბარე, ერთი საზომო მარტო მოახერხე, მან დარი 2000-3000 კვადრატიულ მეტრამდე რა. და სხვაგანმა კიდო რომელიც არქივში მოიძებნა გადაგზავნა ეთყობა საჯარო რეესტრმა და იქიდან მოვიდა რომ 5000 კვადრატი ვაწერია მარტო ჩვენ მიწა და მიგეერთა მომივიდა მესიჯი რომ დანირეკავდნენ დარეკვის არ დაურეკიათ და ვნახე მე საიტზე რომ არის ინფორმაცია დევს ასეთი რომ უნდა გაიყოს ანუ ის ნახაზი რომელიც რომ მივაწოდე მე მაგრამ ის გასაყოფი არ არის ის არის ცალკე და ამისი კიდო ასაზომი მაქვს და როგორ მოიქცე ახლა რომ ეს დარეგისტრირდეს მაინც
აი რომელი ნახაზიც მაქვს მიწოდებული. ბატონო ვახტანგ, რამე დამატებით დეტალი ხო არ გაინტერესებთ? მე მინდა დავაზუსტო რეგისტრატორმა თქვენ მოგთხოვათ, აი რაც გაქვთ ნახაზი წარმოდგენილი 2000 კვადრატზე კიდევ მაგ ნაკვეთის გაყოფა? ანუ როგორ არის, ხო არის 2700 კვადრატული რისი ნახაზიც მაქვს მე მიწოდებული და დამატებით მაქვს კიდო მე სხვა, ანუ 5000 კვადრატული, 5200. აი იმის ნახაზი და აზომვა ჯერ არ განიკეთებია და მან დევს საიზე რომ უნდა გაიყოს ეს ნახაზი, რომელიც არქივში გვაქვს ჩვენ მიკუთვნილი, ანუ კომუნისტების დროს სხვა არ იყო და ეს არ უფორმებდნენ არავის და ის მიწები ქონდა მამაპაპური, დანარჩენი რაზეცაა საუბარი. ეხლა ეს 5000 კვადრატული ცალკე აზომვით ნახაზი უნდა გავაკეთო მე თავისთავად, მაგრამ ამათმა მომთხოვეს რომ ეგონათ ეთყობა რომ ამ 2700-ში შედის ეს ნახაზიც, გამიგეთ? ანუ ეს მიწაც. ეს არის ცალკე და როგორ მოიქცე რა ინფორმაცია მივაწოდო რომ ეს დაარეგისტრირონ რომელიც მიწოდებული მაქვს ეს ნახაზი. ეს მიწა. ანუ თქვენ ბრძანებთ რომ ეს 2700 და 5000 არის ცალკე მიწის ნაკვეთი. ცალკე არის კი ბატონო. და 2700-ზე რა დოკუმენტი გაქვთ თქვენ? 2700-ზე ეს უნდა მოხდეს როგორც ვიცი აღიარებით კომისიაში, იმიტომ რომ არავით არის არსებობს, არის მამაპაპური. კომისია, ანუ თქვენ დოკუმენტი არ გაქვთ 2700-ზე. არანაირი. ამის იმიტომ რომ კომუნისტების დროს 5000-ზე მეც სხვა უფორმებდნენ და ის იყო მამაპაპური ქონდა მეურნეობას რა, მეურნეობის სახელზე ჩვენ ხმარობდით რა, წილი მეურნეობაში მქონდა, წილი ჩვენი იყო. გასაგებია. ბატონო ვახტანგ, კიდევ ერთი მსმენელია, მოდით მასაც მივცეთ საშუალება და შემდეგ უკვე ერთად უპასუხოთ. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ ბატონო ვახტანგი. თუ შეიძლება მითხარით, სად შეიძლება საჯარო რეჟიმში რომ მოვიდე თქვენ გინახულოთ და თქვენი გვარი. აი მიწებთან დაგაში მე თქვენთან პირადად მინდა საუბარი. ვახტანგ ბოხაშვილი, ჩააბარეთ განცხადება აუდიენციაზე და შეხვდებით. დასვით შეკითხვა, მოდით პირდაპირ სადა ბატონო. იუსტიციის სახლში ჩააბარეთ განცხადება აუდიენციის მოთხოვნით და აუცილებლად შეხვდებით. თუ გნებავთ დასვით შეკითხვა და შევეცდებით ვახტანგ ბოხაშვილი, ხო? კარგით ბატონო, დიდი მადლობა. კარგით, კარგად ზანდებოდეთ. მას სამწუხაროდ არ სურდა შეკითხვის დასმა თქვენთან უნდა პირადად აუდიენცია. ისე როგორ ხდება აუდიენცია? ჩავაბარე განცხადება მოქალაქემ. მოქალაქე წერს განცხადებას აუდიენციაზე და ჩვენ ვალდებული ვართ რომ დრო გამოვნახოთ რომ თითოეულ მოქალაქეს შევხვდეთ. და რა ვადა შეიძლება იყოს? აი ჩავაბარე განცხადება მაგალითად დღეს როდის გათვალისწინებით რომ მოთხოვნა ბევრია, დაახლოებით 10 სამუშაო დღის ვადაში ვცდილობთ, როგორც წესი ვცდილობთ იმავე კვირაში შევხვდეთ, მაგრამ თუ თქვა დიდი ნაკადია იმ კვირაში შეიძლება მომდევნო კვირაზე გადაიდოს. ბატონო ვახტანგ, მოდით უპასუხოთ მსმენელს, რომელმაც დასვა შეკითხვა უკვე 2700 კვადრატულ მეტრთან დაკავშირებით, თუმცა მოდით რომ არ ვალოდინოთ მსმენელები, მათაც მივცეთ საშუალება რომ დასვან და შემდეგ უკვე ერთობლიობაში შევეცადოთ რომ უპასუხოთ. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. დასვით შეკითხვა. მოგესალმებით. 25 წლის წინ. დიახ. ვინა მივიღე ნუცუბიძის პლატოზე. დიახ. და გვერდზე მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ადგილები, თავისუფალი ადგილები და დავიკავე ადგილი. არაფერი არ იყო ზე და მე გავაშენე ბაღი. დიახ. ხო და დღემდე ვამუშავებ ახლა მე მაგას. დიახ. გაიზარდა ბაღი, კაი დიდი ბაღი მაქვს და არაბა გაფორმებული და როგორ მოიქცე რომ გავაფორმო. შენობა ნაგებობა დგას ბაღის ტერიტორიაზე რამე. არაფერი არ მაქვს, როცა ის მინდოდა ჩამედი, არ მომცეს უფლება რომ ჩამედი რამე და ეხლა ისე ვარ, ძალიან მარტო მიწა მაქვს, ბაღი მაქვს, მეტი არაფერი. და ეს მიწის ნაკვეთი კორპუსის მიმდებარედ არის, ანუ კორპუსის კუთვნილი ნაკვეთი ხომ არ არის? კორპუსის არა, კორპუსიდან დაახლოებით 100 მეტრში დაშორებული. ანუ კორპუსის ეზოს ვერ მივაკუთვნებთ ხომ ამ ნაკვეთს? არა, ვარიანტი არა. ბერგია ჩამოჭრილი, კიდეა თორა ისე მოსაზღვრე კი არის. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა რომ დასვით შეკითხვა. მოდით ჯერ დავიწყოთ 2700 კვადრატულ მეტრზე, იმიტომ დიდი ხანია გველოდება მსმენელი რომ ვუპასუხოთ მას და მივცეთ გარკვეული რეკომენდაცია რა უნდა ქნას და შემდეგ უკვე ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოვიდეს იუსტიციის სახლში და დააზუსტოს მოთხოვნა. განცხადებაში უნდა აღნიშნოს რომ ეს 2700 კვადრატი რაც აქვს წარმოდგენილი, ეს არ არის
საკომულო წიგნით გათვალისწინებული ნაკვეთი, როგორც აგვიხსნა და ეს არის თვითნებურად დაკავებული ნაკვეთი, რომელზეც დოკუმენტი არ აქვს. იმ მიზნით, რომ რეგისტრატორი არ შევიდეს შეცდომაში და არ ეგონოს, რომ ეს 2700 კვადრატი არის საკომულო წიგნით გათვალისწინებული ნაკვეთი. იმიტომ რომ როგორც წესი თუ რეგისტრატორი მოიძიებს არქივიდან რაიმე დოკუმენტს, უკვე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ნაკვეთი არის ზუსტად საარქივო ცნობით გათვალისწინებული ნაკვეთი და როგორც წესი ეს 100-ია. და როგორც ამ შემთხვევიდან გავიგეთ, ეს 100 არ არის, ამიტომ გამცხადებელმა უნდა დააკონკრეტოს, რომ 2700 კვადრატი ეს არ არის კომლის მიწა და ეს არის გადასაგზავნი აღიარების კომისიაში. ეხლა მეორე ნაწილი. თუ ეს 2700 კვადრატი არის ცარიელი მიწის ნაკვეთი, მაშინ მე მას ურჩევდი, რომ ჯერ დაირეგისტრიროს ის 5000 კვადრატი და ეს 2700 თუ იქნება მისი მომიჯნავე, შემდგომში გადააგზავნის ამას საჯარო რეესტრი აღიარების კომისიაში. იმიტომ რომ კომისიამ რომ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, ორი წინაპირობა უნდა იყოს, ორი წინაპირობიდან ერთ-ერთი. ან შენობა ნაგებობა უნდა იყოს და დანგრეული მშენებარე ან აშენებული, ან მეორე უნდა იყოს უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მომიჯნავედ. ამიტომ ჯერ დაირეგისტრიროს მაშინ საკომლოთი ეს 5000 და თუ ეს 2700 არის მის მომიჯნავედ, შემდგომში უკვე შეძლებს კომისია იმჯელოს ამ 2700-ზე. გარკვეულ ჩვენ ამ ბინის მესაკუთრესაც ვპასუხეთ 25 წლის წინ, რომ შეიძინა ბინა და მიწა რომ დავშეთ. ამ შემთხვევაში ეს არის თბილისის ტერიტორია. დღეს კანონი სამწუხაროდ არ ითვალისწინებს რეგულაციას, რომ ცარიელი მიწის ნაკვეთის აღიარება მოახდინოს მუნიციპალიტეტმა და ამ მიზნით ამ ნაკვეთის ბედის გარკვევის მიზნით მოქალაქეს ურჩევ, რომ თქვათ მივიდეს თბილისის მერიაში და თქვათ თუ არის შესაძლებლობა მოხდეს ამ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა. ან თქვათ დაელოდოს სიმბოლურ თანხად შესაძლოა რამე. ანუ იქ არის ბევრი სხვადასხვა ვარიანტი, რომელიც შეიძლება თვითმმართველმა გაითვალისწინოს. ანუ ამ ადამიანს ვერაფრით ვერ დაეხმარება საჯარო რეესტრი. კი, ამ შემთხვევაში დოკუმენტი არ არის ამ მიწის ნაკვეთზე და ჩვენ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ ვისავთ. გასაგებია ბატონო ვახტანგ და მსმენელია კიდევ პირდაპირ ეთერში, მოდით მასაც მივცეთ შესაძლებლობა რომ დასვას შეკითხვა. გისმენ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, საკმაოდ დიდია, როდესაც საჯარო რეესტრის წარმომადგენელი მოდის, მსმენელების დაინტერესება, ჩვენი მსმენელები აქტიურად რეკავენ. გისმენ თქვენ პირდაპირ. შეიძლება ხო 1956 წელს აშენდა კორპუსი. შემდეგ მობინადრეებს გამოუყვეს ადგილი, 5 ადგილი ავტოფარეხებისთვის, დაახლოებით თითოეული 20 კვადრატული მეტრის ავტოფარეხია და ეს ეზო, ამ კორპუსის ეზო კედლით იყო შემოფარგლული აგურის კედლით. ეხლაც არის ის აგურის კედელი. გვინდოდა საჯარო რეესტრში გაგვეტარებინა ეს და დაგვეფიქსირებინა, მაგრამ აღმოჩნდა იქ რომ რაღაცა წითელი ხაზები გაუკეთებიათ, იგი შემოუღიათ მგონი 2009 წელს თუ არ ვწდები და ეს ჩვენი ავტოფარეხები მოხვედრილია, ნუ ორი ავტოფარეხია მარტო დარჩენილი ჩვენი ეზოს ფარგლებში. დანარჩენი იქით ეზოს წითელი ხაზების იქით არის მოხვედრილი. აი რა ვქნათ ეხლა როგორ მოვიქცეთ რომ აი ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ. ანუ კედელი იყო საზღვარი ამ ჩვენი კორპუსის. აი მოგესალმებით. თქვენ ბრძანეთ რომ მეზობელი კორპუსის მიწის ნაკვეთი მოიცავს ამ ავტოფარეხებს. მეზობელ მიწის ნაკვეთს თუ იცით, წითელი ხაზები როგორ დაუდგინდა, თბილისის მერიამ დაუდგინა თუ თავად აზომეს და არა, თბილისის მერიამ დაუდგინა, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ნისული აი აზოვითი სამუშაოები გვინდოდა ჩაგვეტარებინა. საჯარო რეესტრმა გითხრა რომ აზოვითი სამუშაოები ჩაატარეთ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს მერიის მიერ არის დადგენილი, მაგრამ აქ რა არის იცით, რაღაც კოეფიციენტები შემოუღიათ, კოეფიციენტები და ის საცხოვრებელი სახლი თქვენ წინ რომელიც მდებარეობს, ნუ სიმაღლითაც 7 სართულიანია თუ არ ვთქვი, ჩვენი 4 სართულიანია, მობინადრეების რაოდენობა უფრო მეტია, მაგრამ მეორეა რომ ესე იგი ეს აგურის კედელი რომელიც ჩვენი საზღვარი იყო და მაშინ თავის დროზე ოფიციალურად მაშინ ქალაქის საბჭო თუ რაღაც ერქვა, ესე იგი იმათ მოგცეს ოფიციალური ნებართვა ამ ავტოფარეხების მოწყობისა.
მივმართეთ ოფიციალურად, ეხლა ნახაზებიც არსებობს იმისი, რომ მოცემულია ეს ოფიციალურად და გადაწყვეტილებაც არსებობს იმ დროინდელი მთავრობის, რომ ეს ოფიციალურად დაგხვდეს ნებართვა. გასაგებია. გასაგებია ცოტა დამატებით შეკითხვა ხო არ გაქვთ თუ დავიმშვიდობოთ მსმენელს და ისე უპასუხოთ. კი ბატონო, ანუ ავტოფარეხები არის ტრადიციული პრობლემა ქვეყანაში. კი, საკმაოდ კომპლექსური და რთული შემთხვევა არის ეს და დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე. თქვათ მეზობელ მიწის ნაკვეთს, მეზობელ კორპუს მიწის ნაკვეთი მიაკუთვნა მერიამ თუ თავადაზომეს ასე. თუ მერიამ მიაკუთვნა, მაშინ თბილისის მერიაში. თუ ადამიანს აქვს საბუთი, რომ მის საკუთრებაში იყო, ამბობს რომ წინა მთავრობა ზუსტად მანამდე მივდივარ. ანუ თუ მერიამ მიაკუთვნა ეს ტერიტორიის ეს ნაწილი სხვა კორპუსს, მაშინ თავად მერიამ უნდა გაასწოროს. იმიტომ რომ ის დოკუმენტებიც თვითმმართველის გაცემული, ანუ თბილისის ტერიტორიაზე აღმასკომები ანაწილებდნენ და გამოყოფდნენ ამ მიწის ნაკვეთებს და აღმასკომების სამართალმემკვიდრე უფლებამონაცვლე დღეს თბილისის მერია, ისე მუნიციპალიტეტია. ამიტომ ეს არის მერიის მიერ გასასწორებელი საკითხი, თუ ერთხელ ერთ სუბიექტს ვთქვათ გამოუყო ტერიტორია, აღარ შეიძლება ამ ტერიტორიის მიკუთვნება სხვა სუბიექტისთვის. თუ აქ მოხდა ისეთი რამ, რომ ვთქვათ თავად ამ კორპუსმა აზომა და მიიზომა ვთქვათ ასე უხეშად რომ ვთქვათ ეს ტერიტორია, ამ შემთხვევაში უკვე შესაძლებელია სასამართლო დავის დაწყება და შემადგენლობა ისეთია, რომ ასეთი შემადგენლობის საქმეები მე მინახავს სასამართლოს პრაქტიკაში და მოსარჩელებს მოუგიათ კიდევაც ასეთი ტიპის დავები. დავადგინოთ ვინ დასაზღვრა ეს წითელი ხაზები, რასაც მიმდინარეობს საუბარი. ეს თქვათ საჯარო რეესტრის საკითხი არ არის, მაგრამ მე რომ ვიყო თქვათ პირადი ადვოკატი ამ ბატონის ამ გზით ვივლიდი ჯერ თბილისის მერიაში არის გასარკვევი საკითხი და თუ ეს არ არის მერიით გამოწვეული, მაშინ უკვე სასამართლო გზით უნდა იარონ. გასაგებია. მოდით მივუბრუნდეთ ჩვენი გადაცემის ძირითად თემას და მართლმზომიერ მფლობელობაში არსებულ აღიარებასთან დაკავშირებით ვისაუბროთ საკუთრების უფლების. ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი? ფიზიკური პირი შეიძლება იყოს მისი მემკვიდრე, თქვენ ახსენეთ, ასევე ვინ ჩამონათვალი თუ არსებობს, ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი იმისთვის, რომ მე საკუთრების უფლება მოვიპოვო. დაინტერესებული პირი პირველ რიგში არის ის პირი, რომელიც არის მოხსენიებული თავად დოკუმენტში. თუ ის პირი არის გარდაცვლილი, მაშინ მისი მემკვიდრე. აღიარების ნაწილში საინტერესოა ის, რომ თუ მემკვიდრე რამდენიმეა ბატონო ვახტანგ. თუ მემკვიდრე რამდენიმე, მაშინ ყველა მემკვიდრე არის დაინტერესებული პირი. ამ შემთხვევაში იმ წილის შესაბამისად თუ რა წილი ერგოთ მათ მემკვიდრეობიდან. იურიდიულ პირებზე აღიარება აღარ ხდება უკვე 2012 წლის 1 იანვრიდან და თუ იურიდიულ პირს აქვს მართლმზომიერ მფლობელობაში, სარგებლობაში მიწის ნაკვეთი, მაშინ მათ უნდა მიმართონ ეკონომიკის სამინისტროს და უკვე პრივატიზების გზით მოახდინონ საკუთრების უფლების მოპოვება. ასევე დაინტერესებული პირი შესაძლებელი იყოს კომლის წევრიც. მაგალითად, მამაჩემზე შესაძლებელი არსებობდეს საგადასახადო სია და მე მქონდეს ეს საგადასახადო სია, მაგრამ მოვიპოვო საკომლო ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ მე ვარ ოჯახის წევრი და უკვე საგადასახადო სია და ოჯახის შემადგენლობის ცნობა, საკომლო ცნობა ერთობლიობაში ქმნის იმის საფუძველს, რომ მე როგორც შვილი ვიქნა მიჩნეული დაინტერესებულ პირად. ამ შემთხვევაში დარეგისტრირდება საგადასახადო სიის საფუძველზე და საკომლო სიის საფუძველზე ოჯახის იმ წევრების უფლება, რომლებიც არიან ცოცხალი. გასაგებია, ჩვენ ძირითადად შევეხეთ გადაცემის პირველ ბლოკშივე დოკუმენტების ჩამონათვალთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ, მაგრამ მოდით გადაცემის დრო იწურება და კიდევ ერთხელ განუმარტოთ ჩვენს მსმენელს, რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს იმისთვის, რომ საკუთრების უფლების აღიარება მოხდეს ამ შემთხვევაში. საკუთრების უფლების აღიარებისთვის, იმისთვის, რომ აღიარების გზით მოხდეს საკუთრების რეგისტრაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს განცხადება ივსება ადგილზე, უბრალოდ განცხადებელი ხელს აწერს ამ ელექტრონულ განცხადებას, ასევე მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი და სასურველია, რომ თუ მოქალაქეს აქვს ხელთ რაიმე საბუთი, რომელიც ადასტურებს ამ ნაკვეთის
მარჯვენა მფლობელობას ეს დოკუმენტიც დაურთოს. არ არის პრობლემა თუ ეს დოკუმენტი მას აქვს დაკარგული, მაგრამ ნამდვილად იცის რომ ამ დოკუმენტზე არსებობდა რაღაც კონკრეტული ჩანაწერი არქივში ან მუნიციპალიტეტში ამიღება ჩაბარების აქტი, საჯარო რეესტრი ეხმარება თითოეულ მოქალაქეს ამ დოკუმენტაციის მოძიებაში და როგორც ზევით აღვნიშნეთ, აღიარების დოკუმენტი შესაძლებელია იყოს საკომლო წიგნის ჩანაწერი, სადაც გინდება ქონებრივი მდგომარეობა, აუცილებლად მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა ეწეროს იმ ჩანაწერში. შესაძლებელი იყოს მებაღის წიგნაკი, საგადასახადო სია, არის ასევე მიწების განაწილების სია, ეს არის მიწის რეფორმის დროინდელი დოკუმენტი, როდესაც სოფლის საერთო კრება დგებოდა, ხდებოდა განაწილება თუ რომელ ოჯახს რამდენი მიწის ნაკვეთი უნდა მიეღო და როგორც წესი ეს სიები არის დამოწმებული საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს გამგებლის ბეჭდით და ხელმოწერით. ასევე ასეთი განაწილების სიაც გეგმით ან გეგმის გარეშე ასევე მიჩნეულია მარჯვენა მფლობელობის დამდგენ დოკუმენტად. ასევე ტექბიუროში არსებული აღრიცხვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე თუ პირმა ეს ნაკვეთი დაიკავა 94 წლამდე, 1994 წლამდე თუ არის ტექბიუროში ჩანაწერი, მაგრამ არ აქვს პირსუფლების დამდგენი დოკუმენტი, ეს მონაცემიც მიიჩნევა მარჯვენა მფლობელობის დამდგენ დოკუმენტად და საჯაროებში ხდება პირდაპირ საკუთრების რეგისტრაცია. გასაგებია და მოდით ბოლოს თქვენ პრინციპში შეიძლება არ გეხებოდეთ ეს საკითხი, მაგრამ გარკვეულწილად გეხებათ კიდეც, იმიტომ რომ დოკუმენტის ჩამონათვალში იკვეთება მიწის აზომვითი ნახაზი. ამ სიახლესთან დაკავშირებითაც რომ უთხრათ საზოგადოებას, მოკლედ რას გულისხმობს, იმიტომ რომ ხშირია რომ აქვთ სარგებლობაში მიწის ნაკვეთი, თუმცა არავის არ აქვს აზომვითი ნახაზი, დაუშვათ გაკეთებული ხშირ შემთხვევაში. კი ბატონო. დიახ, ხშირია შემთხვევა, როდესაც მოქალაქეს ნამდვილად აქვს საკუთრების დამდგენი დოკუმენტი ან მარჯვენა მფლობელობის დამდგენი დოკუმენტი და მიწის ნაკვეთის აზომვა უკავშირდება გარკვეულ ხარჯებს. ახალი რეფორმა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ამ აზომვითი ნახაზის მომზადების სუბსიდირებას. ეს შესაძლებელი არ იყოს სრული დაფინანსება, მაგრამ ისია გაწერილი, რომ წესით უნდა იყოს სრულად აზომვის ხარჯების დაფარვას. მოქალაქეს, რომელსაც სურს რეგისტრაცია, უნდა მიაკითხოს თავისი რაიონის ყველაზე კვალიფიციურ ამზომველს, სამზომველო კომპანიას, წარუდგინოს თქვათ ის დოკუმენტი, რომელიც მას შესაძლებელია კონდეს მიწის ნაკვეთზე, მიიყვანოს ადგილზე ეს ამზომველი, ააზომინოს ნაკვეთი, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება, მიღება ჩაბარების აქტი და ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი და ეს ყველაფერი წარადგინოს საჯარო რეესტრში. თუ უფლება დარეგისტრირდება, საჯარო რეესტრი 10 დღის ვადაში დოკუმენტაციას უგზავნის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს სიპი და უკვე ეს სიპი 10 დღის ვადაში ამზომველს აუნაზღაურებს აზომვითი ნახაზების ხარჯებს. ეს არის ის რეგულირება, რომელიც დღეს გვაქვს და ეს განსაზღვრულია ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ რომ იყავით ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მსმენელს შევახსენებ რომ ჩვენ საუბრობდით მიწის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და იმ დოკუმენტების ჩამონათვალზე და პირობებზე ვისაუბრეთ, რაც არის საჭირო იმისთვის რომ ჩვენ სარგებლობაში გადმოვიდეს უკვე ოფიციალურად დოკუმენტებით დამტკიცებულად მიწის ნაკვეთი. ჩვენ დღევანდელი სტუმარი იყო საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბოხაშვილი. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ჩვენ კი დავბრუნდებით მომავალ ოთხშაბათს უკვე თქვათ ემით და სხვა სტუმართან ერთად. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.